გიორგი, საღამომშვიდობისა თბილისის დროით, მადლობა რომ გამონახეთ რო ჩვენთვის ტრადიციულად. უნდა გითხოთ, მოდი დავიწყოთ იქით წაიკითხეთ ალბათ ეს წერილი, რა შთაბეჭდილება დაგიტოვოთ ამ წერილმა. ვინ იყო ამ წერილის ადრესატი, ვის მიემართებოდა ის? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე დაგეთანხმებით, რომ პირველ რიგში ეს შიდა აუდიტორიისთვის არის გათვლილი რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო. პირველი რომ Facebook-ზე გამოქვეყნდა ქართულად და კი ქვია ღია წერილი, მაგრამ არ მგონია ეს საერთოდ გაეგზავნათ ტრამპის ადმინისტრაციამ გააგზავნეს, არ ვიცი ინგლისური თარგმანი. მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რადგან არის ღია წერილი და Facebook-ზე გამოქვეყნდა, ეს არის შიდა და ის მესიჯები, რაც გაჟღერდა ამ წერილში, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ პირველი ადრესატი ამ წერილის არის შიდა აუდიტორია და მხოლოდ შემდგომ არის პრეზიდენტი ტრამპი და ჯეი დი ვენსი, რომელიც ხა ასეთ სულელებიც არ არიან, ხო, იციან, რომ არავინ ამ წერილს არ წაიკითხავს არ ტრამპი, არ ჯეი დი ვენსი. შესაბამისად, მიზანი იყო ერთგვარი ანალიზი, მიმდინარე მათი გადმოსახედიდან, ხო, მიმდინარე ანალიზი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების და ასევე, თქვათ, მომზადება ამ მომრჩევლის და ასე ვთქვათ, ის იდეოლოგიური სიგნალების მიცემა და ის ასე ვთქვათ, ეს არტიკულირება იმ აზრის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ დღესდღეობით საჭიროა, რომ გააჟღერონ. მოდი მაინც წარმოვიდგინოთ, რადგან ასე გვთავაზობს, ხო, ამ წერილის ავტორი და მე ვთვლი, რომ ავტორი ბიძინა ივანიშვილი და ასეც უნდა მოვიხსენოთ, არ ვიცი ხა მართლა რამდენჯერ უნდა ვნახოთ ერთ და იგივე შემთხვევა, რომ წერილებს სხვა ავტორს მიაწერენ და საბოლოოდ ვარკვევთ, რომ ივანიშვილის ნადიმზეა ეს ყველაფერი დაწერილი. მართლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ წერილს წაიკითხავენ თეთრ სახლში. არის თუ არა აი ეს გზავნილები რაიმენაირად ის ენა და ის შინაარსი, რითიც შეიძლება დონალდ ტრამპმა შეიცვალოს აზრი. ხო, თქვა წაიკითხეს. რა თქმა უნდა, ახლა შინაარსში შევიდეთ ამ წერილის. დავიწყოთ მთავარი ამოსავალი წერტილიდან, რომ უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილში ეს გამოსჭვის, რომ აი ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და როგორ არ გვილაგდებით, ჩვენი გეოპოლიტიკური წონა არის ნული დაახლოებით, ხო, თლა ნული არ არის, მაგრამ ამერიკისთვის ჩვენ არ ვართ არც ისრაელი, არც კუბა, არც უნგრეთი. და ყოველთვის მე ვკითხულობ და დღესაც ვკითხულობ, ანუ რა აკლდება დონალდ ტრამპს თუ არ დაგილაგდა, ხო, ეს ხო ჩვენ ინტერესია რომ დავლაგდეთ და არა პირიქით, რა დააკლდება დონალდ ტრამპს თუ არ დაგილაგდა, არაფერი, ხო, დედამიწის ზოგზე. შესაბამისად, ტონი რომ აი რატო არ გვილაგდებით, ეს ჩვენ გასაკვირია და საერთოდ ანუ მოთხოვნა რომ სუფთა ფუცლით დავიწყოთ, კი ბატონო, ეს საქართველოს მთავრობას აწყობს სუფთა ფუცლით, მაგრამ უნდა რომ ამერიკა სუფთა ფუცლიდან დაწყება, ან აწყობს ამერიკას, ან რა ხეირს ნახულობს ამერიკა პირველი რომ დაგილაგდეს და მეორე რომ სუფთა ფუცლიდან დაიწყოს შენთან ურთიერთობა. ეს ერთი. შემდეგ უკვე თვითონ ხო ტონი მეც შევამჩნი, ესეთი ტონი რომ აი ფული დაგიზოგეთ, თან კი 2.5 მილიარდი შეება ჩვენი სახელმწიფოსთვის ფულია, მაგრამ ამერიკის ბიუჯეტისთვის და ამერიკის სახელმწიფოსთვის ხა ნამცეცებია, ხო, ესეც ვარია. რაღაცა სპეციალური მათემატიკაა თა, რომელთაც ამ ფულს ითვლიან, რომ 2.5 მილიარდი დაუზოგეთ, ანუ იმ ჯარისკაცების წვრთნაში, აღჭურვაში სახელმწიფო თელ თანხებს ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატები იხდიდა მაშინაც, ანუ ეს ჩვენი ბიუჯეტიდან არ გადახდილა არასდროს, ხო? ჯერ ეს ერთი, მეორე ერთი კიდე ხო, ანუ ეს თუ კიდე ამიტომაც ვთვლი რომ შიდა აუდიტორიისთვის უფრო არის გათვლილი, იმიტომ რომ ამას ესე ვერ და არ მიწერო, ხო, ამერიკის პრეზიდენტს ეს არ უნდა და ვერ უნდა მიწერო, ხო, დაახლოებით ესეთი რამე რო ფული დაგიზოგეთ და ეხლა რატო არ გველაპარაკებით. ამაზე გაცილებით თქვათ ნაკლებზე, ასე თქვათ, ასე შელაპარაკებაზე სხვა სახელმწიფო ლიდერებს ასე ვთქვათ უფრო ასე ვთქვათ შენიშვნა მიუწია ხო დონალდ ტრამპს. ეს ერთი, ახლა მეორე და მთავარი ასე ვთქვათ ორი საკითხი. პირველი იყო რომ ავტოკრატიებს თუ ელაპარაკებით ჩვენ რა დაგიშავეთ. ნუ ამაზე პასუხი ერთი პასუხი არის რომ იმ ავტოკრატიებს რაღაცას და ბუბრუნდებით რომ შენ რას წარმოადგენ. ის ავტოკრატიები სოფლიო ნავთობის მესამეც აკონტროლებენ და ან რაღაცაში სჭირდება ამერიკას ან ნუ რაღაცას წარმოადგენენ შენ რას წარმოადგენენ რომ დაგელაპარაკე გინდა დემოკრატია იყავი გინდა ავტოკრატია რას წარმოადგენენ რომ ამერიკა დაგელაპარაკე ეს და მენიშნა ასეთი მესამე პუნქტია ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხwebdriver ხო რომ ჩვენ აი
მარტივად რო ვთქვათ, რომ ჩვენ თანხმდებით ამ LGBT პროპაგანდაზე, რომ კაცი-კაცია, ხალი-ხალია და როგორ არ ესე იგი არ გვაქვს ეს თანხმდება. აქ უნდა ითქვას მარტივი რამე. პირველ რიგში ზოგადად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ურთიერთობების თეორიიდან, რომ ის რომ ეხა თქვათ ქვეყნის შიგნით რაღაცა ერთგვარად იდეოლოგიური თანხმედრა ანუ ამათი თქვა საქართველოს თავრობის ეგრეთ ფსევდოკონსერვატიზმი და ეს ტრამპის ეს პოპულისტური კონსერვატიზმი ერთმანეთს ემთხვევა, საერთოდ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები შეიძლება დაალაგდეს და ამის ნათელი და მარტივი მაგალითია, ყველაზე ნათელი არის ჩინეთი და ვიეტნამი, ორივე ნომინალურად კომუნისტური სახელმწიფო, ორივეს კომუნისტური პარტია მართავს და ვიეტნამი ბოლო დრომდე მაინც ესე იგი ამერიკისგან რომელთანაც ომი ქონდა თვითმფრინავის ყიდულობს ჩინეთი დააბალანსოს, ანუ კიდევ ერთხელ ამოსავალი არის ძალთა ბალანსი და რაღაცა ესეთი სტრუქტურული მოცემულობები და არა ის რომ ხა ქვეყნის შიგნით ერთნაირ პოლიტიკას ვატარებთ და ისტორიაში თუ წავედით 30 წლიანი ომის დროს კათოლიკური საფრანგეთი რიშელიეს მეთაურობით ხარს უჭერდა პროტესტანტულ სახელმწიფოებს, შვედეთს და ასე შემდეგ, რომ დაესუსტებინა კათოლიკური ესპანეთი და პირველ რიგში ჰაბსბურგები. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს ვითომ ჯერ საერთოდ საკითხავია რა იდეოლოგიური თანხმედრაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს ვითომ იდეოლოგიური თანხმედრაც არანაირი საწინდარი არ არის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაალაგდება. შესაბამისად, ესეც პირველ რიგში არის შიდა აუდიტორიისთვის და მე უკვე ხა მასე თუ ვიმიჯელეთ ესეთი თქვათ გენდერის მიმართებაში ალბათ ჩინეთიც და რუსეთიც იზიარებს ტრამპის პოზიციას გენდერის მიმართებაში, მაგრამ არ და რუსეთთან საერთოდ ბევრი ასე ვთქვათ ჭყალებში ესეთი ნაკლებად კრიტიკული განცხადებები აქვს ტრამპს გაკეთებული, მაგრამ ამის მიუხედავად არც და ვერც ჩინეთთან ვერ ლაგდებიან ჯერჯერობით და სავაჭრო ომი აქვთ მეტნაკლები და მიუხედავად იმისა, რომ აი ბევრს ეგონა რომ ახლა რუსეთთან რაღაცა დათმობს, შეიძლება რიტორიკულად რაღაცა ცვლილებები არის და ახლა საუბრობის პერსონალი აღადგინეს, მაგრამ ერთი საანქციაც კი არ მოუხსნია რუსეთისთვის და ამ კუთხით სხვათა შორის აი ერთ-ერთ ბოლო აბზაცშია რომ თქვენ არასწორებთ ბაიდენის დანაშაულებს, ეს დაიწერა. ეს რომ ასე ვთქვათ სხვა პერიფრაზე გავაკეთოთ, გამოჩნდება რომ მიუხედავად ბევრი განცხადებისა, მიუხედავად რომ ტრამპი უშვერად ლანძღავს ბაიდენს, ეს განგრძობითობა ამერიკის ბიუროკრატიაში პირველ რიგში და ამერიკის პოლიტიკაში იგრძნობა, ხო რომ აი უკრაინის ომთან მიმართებაში კი რაღაცა ცეცხლის შეწყვეტას გაცილებით დაწובה ტრამპი ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია, მაგრამ ერთი სანქციაც არ მოუხსნია რუსეთისთვის, უკრაინას იარაღს აძლევენ მაინც, ხო ხა რაღაცა მინერალების შეთანხმება გაკეთდა, ანუ განგრძობიტობა იგრძნობა და იქნება ესეთი სახელმწიფო, ხოლო რაღაც საკითხებში შეიძლება შემოტრიალდეს, ის იქნება რაღაცა თქვა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის საჭიროა რომ ამერიკის ელიტაში იყოს რაღაცა დაპირისპირება, ხო 100 სხვა იქნება ეს კუბის ემბარგო, სადაც დემოკრატებს და რესპუბლიკელებს სხვადასხვა პოზიცია აქვს, თუ ისრაელი, სადაც თქვა რესპუბლიკელები უფრო პროისრაელი არიან და დემოკრატები არ არიან ესეთი თქვა სხვა უფრო ბალანსის მომხრე არიან, შეიძლება რაღაცა შემოტრიალება შემოbrunება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი საქართველოს საკითხი ნულოვანი მნიშვნელობისა ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში, მეორე, ვინც კი დაინტერესებულია საქართველოს საკითხით, არის კრიტიკულად განწყობილი საქართველოს ხელისუფლებისადმი და აქ ასევე იყო ის, რომ რატო ხმა არ ამოიღეთ, რომ ქვედა პალატამ ეს კანონი მიიღო, ჯერს კიდევ ერთხელ ეს აქედან გამომდინარე, რომ არ წავა ტრამპის საკუთარი კონგრესის წინააღმდეგ ამ საკითხზე, რომელიც მას უბრალოდ არ აინტერესებს. გიორგი, უნდა ვიკითხვა იდეოლოგიურ თანხმედრაზე, როცა ვსაუბრობ, ძალიან სადა ოცნების ხელისუფლება რაღაცნაირად მორგებული იყო იმ რიტორიკას, რასაც ტრამპს ჰქონდა, ხო? ეხლა ისინი კი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ როდის ვლაპარაკობდით deep state-ზე, მაგრამ სინამდვილეში მათ deep state-ზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნებში, მანამდე ისინი გლობალური ომის პარტიაზე ლაპარაკობდნენ, ხო? ეს მაინც ორი სხვადასხვა ტერმინია. შინაარსისგან შეიძლება ჩვენს რეალობაში ორივე დაცლილია, მაგრამ ორი სხვადასხვა ტერმინია, სხვანაირად ისმის, ჟღერადობა სხვადასხვანაირი აქვს. მოდი აი ამ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება და ასევე იდეოლოგიურ ნაწილზე განსაკუთრებით, ხო? მე მესმის აი შეფასება ტრამპთან დაკავშირებით იგივე თქვენი და იგივე ბევრის, რომელიც მის მიმართ შეიძლება კრიტიკული იყოს, ხო? რომ ის პოპულისტურია, რომ ის
ასე უყურებს ბევრ საკითხს, მაგრამ არის საკითხები, რაც მათ შორის მის რიტორიკაში არის ძალიან ისეთი მკვეთრად ჩასმული და ნაწილია მისი რიტორიკის, ხო? მათ შორის გამოხატვის თავისუფლებათა შესახებ წარმოდგენები, მათ შორის ამის შეზღუდვის მექანიზმები, მათ შორის პარტიების საქმიანობის და პოლიტიკოსების საქმიანობისათვის სივრცე, ხო? ძალიან კრიტიკულია ტრამპი, როდესაც საუბარია რომელიმე პარტიის აკრძალვაზე ევროპაში და ამ დროს ხედავთ, რომ დღეს მიიღეს კანონმდებლობა საქართველოში, რომ პარტიების აკრძალვა შესაძლებელი გახდება, ხო? ამასთან ერთად რა არის ის, რაშიც სინამდვილეში ძალიან განსხვავდება ოცნების მოქმედებები ტრამპის რიტორიკისგან და მოქმედებებისგან. შეიძლება რომ ეს გამოვყოთ. ხედავთ თქვენ ამას? ეს ერთი მცირე განცხადებათაგან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს საქართველოზე გაკეთებული, არის ის, რომ ჯეი დევენსმა თქვა, რომ აქ სხვათაშორისო ამ წერილშიც არის, ხო, ნათქვამი, რომ თქვენ რუმინეთში და გერმანიაში გააკრიტიკეთ და ჩვენთან რატო და რო გავშალოთ ეს მაგალითი, ხო, რუმინეთში გააკრიტიკეს, რომ ის კანდიდატი მოხსნეს საარჩევნო ბრძოლიდან და გერმანიაში გააკრიტიკდა ეს ვითომ რა თქმა უნდა არ გძალავენ ჯერ AfD-ს, მაგრამ ვითომ ეს ნარატივი რო შეიქმნა, რომ AfD-ს გძალავენ, ეს გააკრიტიკეს და შესაბამისად ამ მაგალითებზე მიწერა მათ განცხადებაში იყო, რომ ორივე ქვეყანაში ევროკავშირის ბიუროკრატიის ზეწოლა და ჩვენთანაც ზეწოლა. სინამდვილეში ხო ტრამპისა და ჯეი დივენსმა პირადად ეს ორი მაგალითი იმიტომ მოიყვანა, რომ იქ ხდება გასაგებია რეალურად ულტრამემარჯვენე ძალების აკრძალვა არა და შევიწროება, რაც თქვა ტრამპის განმოსახედიდან მიუღებელია და საფრანგეთშიც ხო მარინ ლეპენი და შესაბამისად ხო ეს განცხადებაც რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა საქართველოს მიმართებაში არის რომ ჯეი დივენსმა თქვა რომ ეს მიუღებელია ჩვენთვის ოპონენტების აკრძალვა ხო და გასაკვირია რომ აქ სინქრონიზაციას საделიან ეს ძალიან რთული საკითხია და როგორ აპირებენ რომ ეს თქვა დაალაგონ ჯეი დივენსთან ან ტრამპთან რომ თქვენ კი AfD-ს აკრძალვას ეწინააღმდეგებით მაგრამ ჩვენთან სხვანაირად უნდა იყოს ეს ერთი და მეორე რაც შენ თქვი ასევე ეს არის ასე ვთქვათ ეს ვერბალური სინქრონიზაცია, როდესაც კი რაც ტრამპმა მოიგო პირდაპირ გლობალური ომის პარტიას დაერქვა Deep State, ხო? ყოველგვარი ჯერ ხან ითქვა რომ ეს განშტოებაა და დღესდღეობით მე მგონი სინონიმების ჩარჩოში ხმარობა. Deep State და გლობალური ომის პარტია არის ერთი და იგივე და დღესდღეობით საერთოდ მე მგონი გლობალური ომის პარტია თითქმის ამოღებულია, ხო, იდეოლოგიური აპარატიდან დარჩა Deep State, იმიტომ რომ ასევე, ხო, იმიტომ რომ ეს მათი წარმოდგენით იმ ამერიკის მემარჯვენე წრეებში უფრო გასაგები ტერმინია, ხო, გლობალური ომის პარტია არავის არ ესმის და ეს Deep State ესმით. მიუხედავად ამისა და Deep State-ზე გავამახვილოთ ყურადღება. Deep State არის ეს ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და ზოგადად ბევრ პოლიტიკოს ჩაუტარებია, მათ შორის ამერიკაში თავის საარჩევნო კამპანია აი ამ სლოგანით, რომ მე აი ვაშინგტონს როგორც ავგიას თავლას გავწმენთ, გავათავისუფლებ და ამერიკაში პრეზიდენტები როგორც წესი სწორედ ამ დაპირებით ხდებიან, რომ აი იქ რაღაც პრობლემაა ვაშინგტონში და მე იქ მივდივარ, რომ იქაურობა ეს პრობლემა მოაგვარო. ამ ტერმინს თავის ისტორია აქვს მეზობელ თურქეთში კიდევ უფრო ღრმა და კიდევ უფრო სპეციფიკური. აი როგორ ესმის ტრამპის ადმინისტრაციას ტერმინი Deep State და სინამდვილეში აი რა ვიცით როგორ ესმით და რას მნიშვნელობას აძლევენ ამას საქართველოს ოცნების წარმომადგენლები. აი ტრამპი და ზოგადად ამერიკელი მემარჯვენეები ამ ტერმინს ხმარობენ იმ კუთხით, რომ ეს არის ჩაბუდებული ბიუროკრატია ვაშინგტონში და ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს და ტრამპის შემთხვევაში ხშირად შეიძლება საბოტაჟსაც უწყობდა, როგორც ტრამპი ასე თulis და აი ეს გამოძიებები, ასე ვთქვათ, ეს არის ჩაბუდებული ბიუროკრატია, რომელიც თავის პოლიტიკას და უმეტესობა ტრამპის აზრით დემოკრატები არიან და დემოკრატების პოლიტიკას ატარებს, მას ებრძვის და მის პოლიტიკის საბოტაჟს ახდენს. აქედან მოდის, აი ვთქვათ, ეს რომ უნდა შევამციროთ ფედერალური ბიუროკრატია, უერთგულესი ხალხი უნდა დავნიშნოთ და ყველა უნდა გავკაროთ. აქედან მოდის ეს. ეს გულისხმობს ამაში ტრამპი. არ ამგონია ხა ტრამპი ამაში გულისხმობდეს, რომ Deep State ომებს იწყებს და ევროკავშირს მართავს, ევროკავშირში თავი ბიუროკრატია ყავს, მაგრამ რომ და ასე რასაც ესენი გულისხმობენ, ხო, რომ ომებს იწყებს და კრიტიკულ გავლენას ახდენს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამგონია ტრამპი ამას გულისხმობდეს. თან ამ წერილშიც და გავიხსენოთ ის ცნობილი ტვიტი, ხო, 2000 პირველად მეორედ რო დაინიცირდა ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, როცა თუ არ ვწდები ბატონ დერეკ შოლეს ელაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრია, თქვა რომ
პირდაპირ დაიწერა ინგლისურად მაშინ Twitter-ზე, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში აწყობდა ორ რევოლუციას წინა ელჩი, რომლის მიზანიც იყო, თქვათ, ბოლოს მეორე ფრონტი, ხო და მიუხედავად იმისა, კრიტიკულია ტრამპი ახლა ბიუროკრატიისადმი და არც ჯეიდი ვენსი და არც ტრამპი ახლა ამაზე პასუხისმგებლობას და ამათ რაც უნდათ რეალურად თქვა, რომ კი ამერიკის ელჩი აფინანსებდა საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებას მეორე ფრონტის გახსნის მიზნით, ხო ამას ტრამპი არასოდეს არ დათანხმდება ასეთ დეფინიციას, ხო? მიუხედავად იმისა, რას იძახის, რომ ეს ომი, თქვა, უკრაინის მიმართებაში, რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო და ბაიდენის ბრალია და ასე შემდეგ, ეს ახლა პოლიტიკური რიტორიკაა. მაგრამ ახლა სახელმწიფო უწყებები, ხო, ამერიკის ტრამპის მეთაურობითაც კი მაინდა-მაინც არ ცვლიან რაღაცებთან დაკავშირებით თავის პოზიციას და კიდევ ერთხელ ერთი სანქციაც არ მოუხსნიათ რუსეთისთვის. შესაბამისად, ტრამპი deep state-ში გულისხმობს ამ ჩაბუდებულ ბიუროკრატიას. ხოლო საქართველოს მთავრობა გულისხმობს ყველაფერი რაც არ აწყობს რეალურად, ხო, რომ ყველაფერი რაც არ აწყობს და ნუ რაც პირდაპირ უთქვამთ, რომ აი ამერიკას არ ვამბობ deep state-ს, იმიტომ რომ ნუ ამერიკა არაფერ შუაში არ არის და ევროპა ეს არის deep state-ი. შესაბამისად ორ სხვადასხვა მნიშვნელობას ძენენ და კიდე და მეორე ხო არ ამგონია ტრამპის საერთოდ არ ვიცი ახლა ტრამპი რა საგარეო პოლიტიკაზე deep state-ს რა გავლენა აქვს, ახლა ტრამპი ამ კუთხით არ ვიცი რას ფიქრობს. სხვა შორის აი თუ მიუყვებით ახლა კარგად გამოვიდა შენთან საუბარი ამ მართულები და მინდა რომ უფრო გავშალოთ ეს თემა, იმიტომ რომ ნახე აი გლობალური რომის პარტია გადაკეთა deep state-ად, კარგი ტერმინია ჩაბუდებული ბიუროკრატია, ალბათ ყველაზე უფრო ზუსტი შინაარსობრივი თარგმანია რაც იგულისხმება ხოლმე ამ მიმართულებით. თუმცა უფრო გაფართოება ვნახეთ ხო ამ ჩვენ deep state-ის, აი მოვისმინეთ რომ ჯერ რაღაცა ტიპის ესე ვთქვათ კვალი ვნახეთ კვირიკაშვილთან, რომელიც ახლა კრიტიკული იყო ოცნების მიმართ, მაგრამ მან თქვა რომ გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს აი დიდი სამხედრო მწარმოებლები, რომელთაც უნდათ რომ სოფლიოში ბევრი ომი იყოს, რომ მათ ბევრი იარაღის წარმოება მოუწიოთ. და შემდგომ უკვე ვნახეთ ზაზა შათირიშვილის წერილი, ხო? სადაც იყო BlackRock-ზე და ამ საფონდო ფინანსურ ორგანიზაციებზე აქცენტი, ხო? ეხლა შათირიშვილის წერილი ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ივანიშვილის მერი წერება, ხა ეს დადასტურებულია მრავალგზის და ივანიშვილიც არ მალავს ხოლმე ამას. ხო და აი ამ ტიპის ხედვას მსოფლიოსას რომ აი რაღაც ნახევრად შეთქმულების თეორია რომ ეს ვინ მართავს მსოფლიოს რომ იქ არის რაღაცა სხვა ხალხი რომელიც არ ჩანს ფინანსური ინსტიტუტები. რა ადგილი უკავია პოლიტიკის მეცნიერებებს და ზოგადად არის თუ არა ხოლმე აი ასეთი წარმართველი სხვადასხვა მთავრობების მხრიდან გამოიყენება თუ არა და რომელი მთავრობების მიერ გამოიყენება ასეთი ხედვა. ну ზოგადად ახლა კონსპირაციზმს პოლიტიკაში და ზოგადად დიდი როლი უჭირავს, იმიტომ რომ ზოგადად რა არის ხო კონსპირაციზმი, ეს არის სამყაროს ახსნის მიდგომა, ხო? როდესაც რაღაცა არ გამოდის, თქვათ, ან იმის დაჯერება, რომ შემთხვევითობა იმის დაჯერება, რომ რაღაცები ყოველგვარი თქვათ წინასწარი სინქრონიზაციის და კოორდინაციის გარეშე ხდება, ადამიანებს ურჩევნიათ რაღაცით ახსნან და ეს რაღაცა არის ხოლმე ნუ კონსპირაციზმი და ეს ამერიკაში თქვათ არის ხო, ანუ ну დაწყებული იმით ხა ის აპოლიტიკური კონსპირაცია, მაგრამ უამრავ ამერიკელს დღემდე არ ჯერა რომ თვარეზე დაეშვნენ ამერიკელები, თქვათ. უამრავ ამერიკელს თქვათ 9-11 არ ჯერა რომ შიდა მთავრობის ცოდნის გარეშე. ну კენედის ყოლობას თავი რომ დავანებოთ, ხო? ეგ ხა რამდენი გამოძიება ტარდება, ხო? ანუ ეს კონსპირაციები არსებობს. მე გადავდივართ უკვე თქვათ ამ ულტრამემარჯვენე წრეებში ამ კოვიდის შემდეგაც, ხო, განსაკუთრებით დღემდე, ხო, რომ ეს არის ეს ასე ვთქვათ მიდგომები და ეს კონსპირაციზმი სერიოზული ესე ვთქვათ ის არის ნუ პრობლემა თუ არა და მიდგომა. მაგრამ მარტო ამერიკაში არ არის ხო ძალიან ბევრი ადამიანს ეს ვთქვათ შეხედულებები აქვს და ბევრ ქვეყანაში და ისტორიიდანაც ხო შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითები ახლა ნიკოლოზ მეორის მაგალითად ხო შეჯეროდა მე თუ ნუ დაწყებული რასპუტინი დამთავრებული სიონის ბზენთაუქმები მეგონი პირადად შეჯეროდა მიუხედავად იმისა რომ ოხრანგის ის იყო თავის შვილებს უკითხავდა თურმე აი როცა უკვე იბატიევის სახლში იყვნენ აი რაღაცნაირ ღრმა ირონია არის ამაში რომ აი მისივე სტრუქტურის მიერ შექმნილ დოკუმენტს იმდან დაიჯერა რომ თავის შვილებს უკითხავდა ირანის შახს ხო მოხამედ რეზა ფეხლებს თქვათ შეიძლება კონსპიროლოგიის არ ჯეროდა, მაგრამ ჯეროდა რომ თქვათ გამოეცხადა და რჩეულობა. თუმცა მოდი ვაღიაროთ რომ ჩვენ შემთხვევაში სხვა რაღაცა ხდება აშკარად, ხო? ეს არის რა ხდება? აქ არის ორი რამე. პირველი, რა თქმა უნდა,
ამ წუთას შეიძლება აწყობდეს მე ხო აი რთული გასარჩევია სათავდება პიროვნული რწმენა რომ რაღაცა ძალები რაღაცის უკან დგანან რაც ხა პოლიტიკაში რაღაცები ხდება და სად არის თქვათ ეს საყოველთაო თქვათ გავლენა რაც თქვათ საქართველოს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ მაგრამ აქ ერთადერთი პასუხი მაქვს რომ თუ მართლაც არსებობს რაღაცა ორგანიზაციები რომელიც ამერიკას და იმას რა ქვია ევროკავშირს მართავენ ომებს იწყებენ და ასე შემდეგ 3 მილიონი ქვეყანა რა რესურსებით უპირისპირდება ასეთ ორგანიზაციებს თუ აქვთ აბსოლუტურად რაციონალური მდგომა რომ ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ესკალაციის თავი და ჩვენ არ გვაქვს რუსეთისთვის სანქციების დაწესების თავი რაც არის რაციონალური ხო ჩვენ შეიძლება უფრო დავზარალდეთ რა რაციონალურად რაში გვაწყობს ჩვენ თქვათ კი ბატონო არა თუ ვებრძვით არამედ ვერევით კიდეს და ბოლოს კითხვა რომ დაგეშვათ აუცილებლად დასასრულისკენ წავიდეთ ამიტომ მოკლედ მინდა რომ გთხოვ ხვალ ოცნების პარლამენტი მეგობარი აქტის საპასუხოდ განცხადებას გამოაქვეყნებს უპასუხებენ კონგრესს არა და ამბობდნენ ჩალის ფასი აქვს ამ დოკუმენტსო და თუ ჩალის ფასი აქვს რატომ ირჯებიან ასე რა არის მეგობარი აქტის ეფექტი ამ ხრივ ამჩნევ თუ არა ოცნების მოქმედებებს ხო ნუ რა თქმა უნდა უყოფილო არიან იმიტომ რომ თუ ეს აქტი მიიღეს და დაევალდებოდა კიდე ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო ამის აღსრულება მივიღებთ მე სანქცირებულ ადამიანს რა თქმა უნდა არ უნდა აწყობდეთ და რანაირად შეიძლება აწყობდეთ ხო მეორე კიდე უფრო გაუარესტება ურთიერთობები და ყოველგვარი იმედი დალაგების გადაიწურება შესაბამისად ეს უკმაყოფილება ბუნებრივია და შესაბამისად ხო ნუ პასუხობენ და პლუს ხო იდეოლოგიური ბრძოლაც არის საჭირო ხო ეს ისტორიკულ ბრძოლაში არიან კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ამერიკიდან გვერდებოდა ახლა ჩვენ